აი პირველად რა რეაქცია ქონდა? აი რა ასაკში გითხრეს პირველად? პირველად 14 წლის ვიყავი რომ მითხრეს, მეზობელმა მითხრა. და შეგიძლია გაიხსენო რა რეაქცია ქონდა? შემიძლია. თამაშობდით ორ დროშობანას, თუ წრეში გულს, ორ დროშობანას თამაშობდით. და გამოვიდა მეზობელი და მითხრა რომ რაღაცა ვიჩხუბეთ მოკლედ ბავშვებმა რა ამ თამაშის დროს. და გამოვიდა ეს ქალი და მითხრა რომ შენო, ისიც კი არიციო დედა შენიო, ვინ არისო და რამდენს ტლიკინებო. და წამოვედი სახში და ვუთხარი რომ დედა მეთქი, ანუ ქამა მეთქი ესე მითხრა თქო და აუ კაიო რა, გეხოცები, ხო იცი რომ ცოტა აფრენსო და რას უჯერებ, ანუ ამ ქალს ყველა ვიცნობდით როგორც ცოტა ისეთ აგრესიულ ადამიანს და ამიტომ არ მამაჩემსაც ვუთხარი და მამაჩემ რას ლაპარაკობო. მე მამიდა ჩემს დაურეკე და ნუ მამიდა ჩემს საერთოდ დასცინა იმ ქალს და ამით მორჩა ამ თემაზე საუბარი. მე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მე ვიღაცამ და ვეუბნებოდი რომ იმან გაავრცელა თქო რა ეს ჭორდი, ანუ მეგონა რომ იმისგან წამოსული იყო ეს ამბავი. და ამჯერდა და მე უკვე 21 წლის ასაკში, ნუ საბოლოოდ დადასტურდა ეს ჭორი. ანუ ამის მიმღებლობა არ ქონდა? არა, არ ვიღებდი. გულწრფელად არ ვიღებდი ამ ფაქტს, არ ვიღებდი ფაქტად, ხო? არა. გარდა იმისა, რომ მიმღებლობა არ მქონდა, ჩემი მშობლების სიცოცხლეში ვერ გავუბედავდი ამ კითხვის დასმას. ანუ მე ვერ გავუბედავდი დედა, ჩემს ბავშვობაში რომ ვკითხე, მაგითი მორჩა საუბარი. მე უკვე როდესაც წამოვიზარდი და უკვე დიდ ასაკში მეუბნებოდნენ, ვერც კი შევკადრებდი დედა ჩემს რომ მეკითხე რომ დედა აყვანილი ხო, ანუ ვერ გავუბედავდი რა, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა დედა ჩემისთვის, რომ რას ქვია. ანუ არ